სახელითა მამისაითა დაძისაითა და წმინდისა სულისაითა. გახსოვთ უფლის სიტყვები, როგორ მოგვიწოდებს უფალი ყველაფრის და მათ შორის საკუთარი თავის უარყოფისკენ, რათა ავიღოთ ჯვარი თვისი და შეუდგეთ მას. საკუთარი თავის უარყოფა. ჩვენ ამაზე ძალიან ბევრი გვისაუბრია. 2000 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ დაწერილა და თქმულა ამასთან დაკავშირებით და ეს თემა ამოწურული არ არის. რატომ? იმიტომ რომ საუბარი ეხება ადამიანის უარყოფას. ადამიანი, რომელიც თავისი მასშტაბებით უსასრულობას წვდება, ადამიანი, რომელიც თავისი შესაძლებლობით, პოტენციით შეიძლება ღმერთი გახდეს და მისი ზრდა არასოდეს დასრულდეს. საქმეს ართულებს ისიც, რომ ადამიანმა საკუთარი თავი თავად უნდა უარყოს. ეს რა თქმა უნდა გარკვეულ სირთულეს ვადებს თავისთავად ცხადია. ჩვენ დღესაც ვეცდებით, მით უმეტეს ჯვრის ამაღლების დღესასწაულია და ჯვარი თავისთავად ცხადია გულისხმობს სწორედ საკუთარი თავის უარყოფას, როგორც ეს უფალმა გააკეთა და ამიტომ კარგი იქნება თუ ამ თემაზე ვისაუბრებთ და კიდევ ერთი მხრიდან შევხედავთ თუ რას უნდა ნიშნავდეს საკუთარი თავის უარყოფა. ადამიანი ამ ქვეყანაზე როცა არსებობს, მის არსებობას მოტივაციები გააჩნია. მოტივაციის გარეშე ადამიანი ნაკლებად მოქმედებს. ეს მოტივაცია შეიძლება იყოს ძალიან ამაღლებული, უმაღლესი მოტივაცია. მე მინდა რომ ჩემი მიზანი იყოს ღმერთი და ჩემი ბუნება განიღმრთოს, ჩემი არჩევანი ადამიანად მოსული სამყაროს შემოქმედი სადმე ერთგულება და მისთვის სიკვდილია და მისთვის თავგანწირვა. ეს არის უმაღლესი მოტივაცია ადამიანური არსებობისა. სხვათა შორის ამისთვის დაიბადა ადამიანი. მაგრამ მოტივაციებს რა გამოვლებს? მაგალითად, მე მშია და ადამიანს ვესაუბრები და პირდაპირ ვერ ვეუბნები რომ მშია და ეს საუბარი დიალოგი იქითკენ მიმყავს რომ მან თვითონ დამპატიჟოს, იმიტომ რომ მე მშია და თან ისე რომ თხოვნა არ მიდ. ანუ მე მაგალითად რატომ მოვიყვანე? იმ უმაღლესიდან უმდაბლეს საფეხურზე შეიძლება ჩამოვიდეს ადამიანი და მისი ქმედება, მისი საქციელი ნებისმიერი რაღაც პირუტყვული, შეიძლება საჭირო, მაგრამ ხან არასაჭირო, ყოველ შემთხვევაში ხორციელი მოთხოვნილებებით იკვებებოდეს. მოტივაცია შეიძლება იყოს ანგელოზებრივი, მოტივაცია შეიძლება იყოს პირუტყვული. ჩვენ ვიცით რომ ადამიანი როგორ განისჯება. ადამიანი განისჯება არა იმდენად საქმეებითაც, მაგრამ არა იმდენად საქმეებით, რამდენადაც მოტივაციით. თუ ამა თუ იმ საქმეს რა მოტივით აღასრულებთ. ამიტომ არის ხოლმე რომ აი ერთდაიგივე საქმის კეთება, ორი ადამიანი ერთდაიგივე რაიმეს ჩადის. გარეგნულად ძალიან მსგავს, შეიძლება ვერც გაარჩიო. ერთი შეიძლება დასაღუპავად იყოს ერთი საქმიანობა და მეორეს ზუსტად იგივე, გარეგნულად იგივე საქმიანობა მაცხოვნებელი აღმოჩნდეს. მე ხლა არ ჩამოვთვლი რა საქმიანობები შეიძლება იყოს, ამას თქვენ თუნდაც ძალიან კარგად მიხვდები. რატომ იქნება მათ შორის ამგვარი განსხვავება? იმიტომ რომ მოტივაცია სხვადასხვა არის მათი ქმედების. და ყველაფერი დაიწყო, ანუ რა დაიწყო? ის რომ ადამიანს შეიძლება არასწორი მოტივაცია ჰქონდეს და გარეგნული ქმედება თუნდაც გარეგნულად სასიკეთო. დამღუპველი აღმოჩნდეს, იმიტომ რომ მოტივაცია არის მთავარი. ყველაფერი ეს დაიწყო ჯერ კიდე 60-ში. 60-ში გახსოვთ რაც მოხდა. 60-ში ადამიანი არღვევს ცნებას, ღმერთს ზურგს აქცევს. ამ ცნების დარღვევა ჩვენ ამაზე ძალიან ბევრი გვისაუბრია, აღარ ვისაუბრებთ დაწრულებით, მაგრამ ორ რამეს გამოვყოფთ. ერთი, ადამიანი მოქმედებს სიამოვნების წყურვილით. გახსოვთ ხო, რომ შეხედა რა საამურია განცდად, ანუ რა გემრიელი იქნებოდა, რა სიამოვნებას განიცდიდა ადამიანის სხეული, თუ იმას შეჭამდა. წინასწარ ქონდა უკვე ოცნებები ევას. ანუ მოტივაცია, რომელიც იწოდება სიამოვნებად. ჩვენი ქმედებისა, ჩვენი საქციელისა, ჩვენი მისწრაფებებისა, ჩვენი მიზნების ყველაფერი ამის მოტივაცია სიამოვნება. ეს ერთი. და მეორე, გახსოვთ კიდევ ერთი საცდური, ამას შეჭამთ და თქვენ გახდებით მცნობელნი სიკეთისა და ბოროტებისა და ღმერთებივით იქნებითო. გახსოვთ, ეშმაკის მიერიც თუნება. ანუ მცნობელობა, ანუ ცოდნა და რისთვის ცოდნა, რომ ღმერთებივით იყოთ. მაგრამ ეს რის ხარჯზე?
ღალატის ხარჯზე. ანუ ადგილი აქვს არა ადამიანის სრულყოფილებას, არამედ რაღაც გარეგნულ ქმედებას, რომლის საშუალებითაც იძენს ცოდნას და ხდება ადამიანი, ესე ეგონა და ესე გონია დღემდე, და ხდება ადამიანის სამყაროს ბატონი და ცვლის თელ სამყაროს. რისთვის? რა თქმა უნდა, იმისათვის, რომ მერე თავად ამ სამყაროში იბედნიეროს. ღმერთმა შექმნა სამყარო, სხვათა შორის ჩვენთვის, და ჩვენ მისნაირნი ვართ პოტენციაში და არაზნეობრივად თავისთავად ცხადია და არაბუნებითად. და ადამიანმა ზურგი შეაქცია რა ღმერთს არ დაკმაყოფილდა ღმერთის მიერ შექმნილი სამყაროთი, რომელიც იყო კეთილი, როგორც ბიბლიაში წერია, მაგრამ იგი ცდილობს და ქმნის კიდევაც საკუთარ სამყაროს აი მაგიური რიტუალით, რასაც გარეგანი ქმედება, ანუ მოწყვეტა ნაყოფისა, შეჭმა ამ ნაყოფისა და ღმერთისკენ ზურგი დგომა ერქვა. ანუ ადამიანმა შექმნა თავისი სამყარო. ეს ჯერ კიდევ დაიწყო 60-ში. რა თქმა უნდა, ადამიანი რო ქმნის თავის სამყაროს, ეს უნარი ღმერთისგანვე აქვს მას მიცემული. ადრე გახსოვთ ქადაგებაში გითხარით, რომ ის რომ ადამიანი ამ სოფლის მოქალაქე არ არის და ადამიანი რომ ზეცის მოქალაქეა, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ადამიანი ვერ ეგუება პირუტყვით ამ სამყაროს და გარდა ქმნის ამ სამყაროს ისე როგორც მას ეს სურს. რა თქმა უნდა, ზომიერებას ვერ იცავს და გარდაქმნა ისე რომ ლამის ღუპავს თელ სამყაროს, მაგრამ ეს სხვა მხარეა. ანუ ის რომ ადამიანი გარდაქმნის ამ სამყაროს, ეს მის შიგნით პოტენციაში ძევს, იმიტომ რომ იგი არ არის ამ სამყაროს მოქალაქე, იგი ზეცის მოქალაქეა. მაგრამ ამას რა თქმა უნდა ვერ აცნობიერებს, მაგრამ ვერც ამას ეგუება. ანუ გარდაქმნის, შეცვლის, შემოქმედებითი მიდგომა სამყაროსადმი ეს ადამიანში დევს. მაგრამ თავარი აქ мотиваცია იყო. ამ შემთხვევაშიც ადამიანი ვერ დაკმაყოფილდა, არა ამ ქვეყნიური, რასაც ჩვენ ხედავთ, არამედ სამოთხით ვერ დაკმაყოფილდა. ღმერთთან ერთობით ვერ დაკმაყოფილდა, იმიტომ რომ ღმერთთან ერთობა მისი იმ სამყაროში ყოფობის ნაწილი, უმთავრესი ნაწილი იყო, წარმმართველი ნაწილი იყო. მაგრამ ადამიანმა მას ზურგი შეაქცია, აი უმთავრეს ნაწილს. და მან მოინდომა სამყარო ისეთი მის მიერვე შექმნილი, რომელშიც ღმერთისათვის ადგილი არ იქნებოდა. ეს ლენინმა კი არ დაიწყო, ხრუშოვმა. და აი აქ თანამედროვე ათეისტები რო არიან, რო ყვნიან დღეს ჩვენ სამშობლოს, არა. არამედ ეს ჯერ კიდევ 60-ში დაიწყო. ეს საკუთრივ ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე არის უკვე მას შემდეგ, რაც ადამმა გადაწყვიტა ღმერთისათვის ეღალატა. და ამას ემატება ის, რომ ყოველი მისწრაფების წყარო კიდევ мотиваცია, საფუძველი, სიამოვნება არის და ჩვენ ხედავთ იმას, რაც ჩვენს გარშემო არის, რაც მივიღეთ. მე ვფიქრობ იმას, რაც ჩვენ მივიღეთ, იმის კმაყოფილი არც ერთი არა ვართ. ჩვენ ეს არ მოგწონს, ჩვენ ეს გვტანჯავს. იმიტომაც ვართ აქ ჩვენ დღეს და საერთოდ გარკვეულ ცხოვრებას ვწირავთ ჩვენ ღვთისმსახურებას, იმიტომ რომ გავრბივართ იმ სამყაროს, რომელიც ჩვენვე შევქმნით. გავრბივართ და მოვდივართ აქ, მაგრამ რეალურად თუ იცვლება ჩვენში რაიმე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, იმიტომ რომ ამას თუ არ გავაცნობიერებთ, ჩვენ შეიძლება გვქონდეს გარეგნულად რელიგიური ცხოვრება, მაგრამ ჩვენი ქმედებების, მიზნების, აზრების, სიტყვის, საქციელის мотиваცია კვლავ არასწორი იყოს. ანუ სამყაროს გარდაქმნა, გარე სამყაროს გარდაქმნა ისე რომ მე იქ კომფორტულად და ბედნიერად ვიგრძნო თავი, ანუ ჩემი ბედნიერებისათვის ვაკეთებ ამას, თავისთავად ცხადია. და მეორე мотиваცია, ყველაფრის საწყისი, საფუძველი და ბიძგი არის სიამოვნება. თქვენ ხედავთ ახლა ორ мотиваციაში, რომ გარდაქმნა ინტელექტუალურად შევიმეცნო ეს სამყარო, ხეცნობადის ნაყოფი მივიღე და აქედან გამომდინარე გარდაქმნა ინტელექტუალურად და ამავე დროს სიამოვნება იყოს ჩემი мотиваცია ქმედებისა, აი აქ ორ საწყისს ვხედავ, დემონურს პირველ შემთხვევაში. როცა წარმმართველი ძალა ხდება ჩემი ინტელექტი, რითაც მე სამყარო უნდა გარდაქმნა და მეორე ცხოველური საწყისი. ოღონ ვისიამოვნო და არაფერი არ მედარდება. გახსოვთ ის ცნობილი ცხოველი, რომელიც წუმპეში ზის და ღრუტუნებს. მას მეტი არაფერი არ უნდა. მისი мотиваცია სიამოვნებაა. როცა დინგით მიწას თხრის, როდესაც ზის გულზე წუმპეს ნახავს და ჩაწვება. მას ერთადერთი мотиваცია აქვს. თუმცა ამავე мотиваციას მე ეს გარეგნულად ბინძური ცხოველი ეწირება. მას სიამოვნებისათვის კლავენ და ჭამენ. რა საოცარია, ხო? რას დათესა ის მოიმკო, იმიტომ რომ ყველა ამბობს ღორი მაინდამაინც სასარგებლო არ არისო და ყველა დიდი სიამოვნები ჭამს, იმიტომ რომ სიამოვნების წყაროთ იქცა. სიამოვნებას აგროვებს და სიამოვნების გამო ჭამენ. აბა, ღორშო უგემური ხორცი ქონოდა,
სიბერემდე გაქექავდა ნაგავს და წუმპეში იწვებოდა, არავინ ხელს არ ახლებდა. აი ესეა. ამ ხრივად ნიშანდობლივია ღორის ცხოვრება, რასაც დათესავ იმას მოიმკი. მაგრამ რელიგიურ ცხოვრებაში იგივე შესთომა შეიძლება ქონდეს ადგილი. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ჩვენს პიროვნულ არჩევანზე. პიროვნული არჩევანი არის წარმმართველი რელიგიური ცხოვრების. როდესაც ადამიანები ეკლესიის წიაღში არასწორი რელიგიური ცხოვრებით ცხოვრობენ, და როცა მე მათ ყურს მივაყურადებ ხოლმე, არა იმ გაგებით რომ რას ჩურჩულებენ გავიგო, არამედ მათ ცხოვრებას დავაკვირდები ხოლმე, აღმოჩნდება ხოლმე რომ მათ ჯერ კიდევ პიროვნული არჩევანი, სწორი პიროვნული არჩევანი გაკეთებული არ აქვთ. ისინი არ არიან ორიენტირებულები პიროვნულ არჩევანზე, ამ პიროვნული არჩევანის სისწორაზე, ამაზე არ ფიქრობენ. არამედ ფიქრობენ საკუთარ სიამოვნებაზე, ანგარებიან დამოკიდებულებაზე ღმერთთან. ფიქრობენ იმაზე, რომ რადგან მე რელიგიური ცხოვრება დავიწყე, ამიტომ ჩემს გარშემო ყველაფერი ისე უნდა შეიცვალოს და დაალაგდეს, როგორც მე ეს მაწყობს, როგორც მე ეს მჭირდება, როგორც მე სიამოვნებ. ამავე დროს შეიძლება გატაცებული აღმოჩნდე ინტელექტუალური ძიებებით და თქვენ ძალიან კარგად იცით, ამ ინტელექტუალურ ძიებებს რა სიმახინჯეები მოყოლია ხოლმე რელიგიურ ცხოვრებაში. თუნდაც ის რადგის როცა ადამიანები განსაკუთრებულად ინტერესდებიან თუ როდის იქნება მეორე დაბრუნება უფლისა, თარიღი აინტერესებს, თვე და რიცხვი და საათი და წამიც ალბათ და როგორ იქნება ეს ყოველივე, რა მოხდება დედამიწაზე. ანუ კვლავ მიწაზე არიან მიჯაჭვულები, ფიზიკურად რა მოხდება, მე რა დამემართება, როგორ გადაიქცევა მიწა საჭმელად და როგორ უნდა ავირჩიო ჯვარი თუ პური, როგორ უნდა გავიდე მთაში და როგორ უნდა გადაურჩე შიმშილით სიკვდილს. და მეორე, ეს ყველაფერი რა საინტერესო იქნება სანახავათაც. და აი დროში როგორ იქნება, ანუ მიწაზე ვარ მიჯაჭვული. მაგრამ გავიწყდება, რომ უფალმა ნიშნები კი გითხრა მეორედ მოსვლისა, მაგრამ დრო ხაზგასმით დაფარა, კატეგორიულად დაფარა დრო. რატომ? იმიტომ რომ აი ამას, ამის ცოდნას ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ნიშნები რატომ გვიჩვენა? ადამიანი იკითხავს. მაშინ ნიშნების დაეფარა? არა. ნიშნებს მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ღმერთი ხომ მამაა ჩვენი. და ნიშნები მოგცა წინასწარ, იმიტომ რომ თუ ჩვენ იმ ეპოქაში ვიცხოვრებთ და თუ ჩვენ დროს მოხდება, ეს ნიშნები იმდენად აშკარა არის, მაგრამ ამავე დროს სასტური იმდენად ძლიერი იქნება, რომ ჩვენ შეიძლება შევცდეთ და ამ შეცდომისაგან რომ დაგვიფაროს, იმიტომ მოგცა ნიშნები და არა იმიტომ, რომ მაინდა-მაინც გვაინტერესებდეს წელიწადი, თვე, რიცხვი და წამი. როდის იქნება ეს? იმიტომ რომ აი ამ ყოველივე ძიებას სწორედ ეს ინტელექტუალური ცნობის წადილი, ცნობის მოყვარეობა აქვს საფუძვლად, რომ ჩვენი ინტელექტი დაკმაყოფილდეს. და ეს ყველაფერიც ისეთი გრანდიოზული მოვლენა სამყაროსი, როგორც ღმერთის დაბრუნება დედამიწაზე, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, სამყაროს გარდაცვალება მარადისობისათვის, ესეც კი ჩემს პირად სიამოვნებას მოურგო. რომ ისე შევხვდე უფალს, რომ მაინდა-მაინც არ მეტკინოს, არც მაინდა-მაინც შერი არ ვიყო, არც მაინდა-მაინც ანტიქრისტი არ გამომეკიდოს და საერთოდ არ მოვკვდე მანამდე და აი ესე ლივლივით შევიდე სასუფეველში. მოტივაცია როგორია, ხო ხედავ? სად არის უარყოფა საკუთარი თავისა? სადაა ჯვარი? სადაა უფლის მიდევნება? სად არის თავგანწირვა და საერთოდ სად არის სიყვარული ესე დროს? ეხლა ადამიანი იკითხავს, როგორ არაფერი არ მაინტერესებდეს? ვინ თქვა რომ არ უნდა გაინტერესებდეს? მერე ადამიანი იკითხავს, არაფერი არ უნდა მსიამოვნებდეს, თქვა რომ არ უნდა მსიამოვნებდეს, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს ღვთის სიტყვას უხადაგებ. ვინ თქვა რომ არ უნდა მსიამოვნებდეს და ვინ თქვა რომ არ უნდა გვაინტერესებდეს? საუბარია მოტივაციაზე, რა არის წარმმართველი და საძირკველთა საძირკველი ჩვენი ყოველი ქმედებისა, აზრისა, საქციელისა და საერთოდ ცხოვრების საზრისისა. რა გავაკეთო ადამიანი იტყვის? როგორ ჩემს გარშემო არაფერი არ უნდა შეიცვალოს? ანუ კაცი სოფელში უნდა იყოს და სოფელს არ უნდა არგოს, ადამიანი იტყვის. უნდა არგოს, უნდა აკეთოს, მაგრამ კვლავ ვიმეორებ, მოტივაციას აქვს მნიშვნელობა. გარეგნულზე აქცენტს რო ვაკეთებ, ჩვენ შეგვეშლება შიგნით ჩავიხედოთ ჩვენ რა გვინდა. და ისე ქრისტიანობა პირდაპირ გვეუბნება, თუ მაინდა-მაინც გარეგან სამყაროს, საერთოდ სამყაროს ცვლილებაზეა საუბარი, პირდაპირ გვეუბნება, მეტამორფოზა უნდა მოხდეს. არა გარეგანის სამყაროში შენ როცა სულიერ ცხოვრებას იწყებ, პროფესორად მეტამორფოზა ხდება საფუძვლად უარესობისაკენ გარეგანის სამყაროში, მაგრამ შენ როცა სულიერ ცხოვრებას იწყებ, შენ გევალება არა გარეგანის სამყაროს მეტამორფოზა, არამედ უпростоრად შეიძლება ის გევალებოდეს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა გევალება შენი შინაგანი სამყაროს მეტამორფოზა, რომ შენ შიგნით გახდე ნათელი. და მე კი ბატონო უფალი ცნებად გაძლევთ, იყავითო ნათელი ამას სოფლისა, მაგრამ ნათელი უნდა იყო ამას სოფლისა.
გაანათლებო ამ სოფელს, მაგრამ შენ ჯერ უნდა გახდე ნათელი. ამიტომ, როდესაც ჩვენ საუბრობთ პიროვნულ არჩევანზე, უნდა ვისაუბროთ საკუთარი ბუნების მეტამორფოზაზე, ანუ სინანულზე. და არა იმაზე, რომ სამყარო ინტელექტუალურად გამოვიკვლიოთ და შევცვალოთ. არამედ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ საკუთარი თავი გამოვიკვლიოთ, გნებავთ ინტელექტუალურად და საკუთარი თავი შევცვალოთ. ეს მექანიზმია ჩადებული. როცა ადამიანი კაცობრიობა ზნეობრივად დეგრადირებას განიცდის, სამყაროს დეგრადირდება. ხოლო როცა მოხდება ისე სასწაული, რომ კაცობრიობა შინაგანი სრულყოფილების გზაზე დადგება, სამყაროს სასიკეთოდ შეიცვლება. ჩვენზე არის ეს დამოკიდებული. ეს ამგვარი მსოფლმხედველობა, ეს არის ჩვენი რწმენის განუყოფელი ნაწილი. ვისაც ეს არ სწამს, ის ქრისტიანი არ არის. ეს ჩვენი ქრისტიანული რწმენის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, რომ გარე სამყაროს მდგომარეობა ჩვენზე, ადამიანებზეა დამოკიდებული. იმიტომ, რომ ეს სამყარო ჩვენთვის შეიქმნა, იმიტომ, რომ ეს სამყარო ჩვენი სხეულის გაგრძელებაა, ეს არის საღვთისმეტყველო ტერმინი, რომ არა ჩვენ ვართ მისი ნაწილი, არამედ ჩვენი სხეულის გაგრძელებაა. და ჩვენ ზნეობრივ მდგომარეობაზეა დამოკიდებული მისი მდგომარეობა. აი ეს ზნეობრივი მდგომარეობა ვახსენე და ხო ხვდებით ჩვენ რა დროში ვცხოვრობთ, ადამიანებს ეცინებათ ხოლმე, როცა ზნეობაზე და მორალზეა საუბარი. ჩვენ ქრისტიანები ვართ, ჩვენ უნდა გვესმოდეს თუ რას ნიშნავს ზნეობა და ზნეობა რელატიური ფარდობითი ვერ იქნება. ვერ იქნება, რა ვქნა ეხლა, როგორც მე-12 საუკუნეში უნდა ყვარებოდა დედა, ისევე უნდა გიყვარდეს დედა და არ უნდა წერდა დედაზე რაღაც ბინძურ რაღაცებს. რა შეიცვალა? არც არაფერი. როგორ არ უნდა გიყვარდეს დედა ისე როგორც მაშინ გიყვარდა და ასე შემდეგ. ეს კანონები ღვთისაგან მოცემულია და ვაი იმას, ვინც ამ კანონებს არ ღვევს. მათ აქვთ ილუზია, რომ ყველაფერი შერჩება და მათ აქვთ ასევე ილუზია, რომ ისინი სამყაროს მართავენ. თუ ბოლომდე არა, ცოტა ხანში მთლიანად დაიწყებენ მის მართვას. ძალიან მწარედ ცდებიან. თუ მათ მაინც ილუზია აქვთ, რომ სამყარო ბოლო-ბოლო მათ ბოლომდე სრულად უნდა გააკონტროლონ და მართონ. ჯერ ერთი ეს ბოლომდე ილუზია, იმიტომ რომ უფლის დაბრუნებამდე იქნებიან ადამიანები, რომლებიც ქეთს არ მოუდრეკენ. თუ მაინც იმ კუნძულებს ესენი ვერ შეამჩნევენ, მათი მეუფება სულ მხოლოდ უბადრუკი 3 წელიწად ნახევარი იარსებებს, რომელიც დასრულდება უფლის დიდებით დაბრუნებით, ასე რომ ტყუილად იკვეხნიან, ტყუილად სრულიმედები გააჩნიათ, მათ არაფერი არ გამოუვა სამყაროს და მათ შორის საქართველოს, დღეს რომ ესე ძალუბად ცდილობენ მართვა საქართველოსი, არავის არაფათ არ აგდებენ და თავიანთ პროგრამებს თავაზობენ, თვითონ მართავენ ყველაფერს და მათ გონიათ, რომ ისინი მართავენ ღვთისმშობლის წილხვედ საქართველოს. ძალიან მწარედ ცდებიან ისინი. ჩვენ ამ მდგომარეობაში იმიტომ ვართ, რომ ჩვენ თავად ზურგი შევაქციეთ უფლისა და ღვთისმშობლისადმი ერთგულებას და ისინი, როგორც ღვთის ხელში მათრახნისი არიან ჩვენთვის. თუ ჩვენ გონს მოვეგებით და ღვთისაკენ გავიხედებით და ღვთისმშობლს უერთგულებთ, როგორც ჩვენს პატრონს, მაშინ ნახავთ, როგორ გაქრებიან ისინი ჩვენს თვალსაჩინარიდან. ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენ მათ ყურადღება შეიძლება არც კი უნდა მივაქციოთ. ჩვენი მთავარი ყურადღების საგანი თავად ღმერთი და ღვთისმშობელია და მათდამი ერთგულება უნდა იყოს. რაც შეეხება კვლავ დაუბრუნდები ჩვენ ზნეობრივ მდგომარეობას. თვითონ ადამიანის ზნეობრივი მდგომარეობა შემაძრწუნებელ, ჩვენი გონებისათვის შემაძრწუნებელ მასშტაბებზე ზემოქმედებს. ყველანაც გითხარით, რომ ადამიანის ზნეობრივ მდგომარეობაზეა დამოკიდებული სამყაროს მდგომარეობა. ბიბლიაში ხომ ესე წერია. მეცნიერთა გამოკვლევით სტატისტიკური მონაცემები არსებობს იმისა, თუ გარკვეულ რეგიონში თუ ზნეობრივი დეგრადირება ხდება იმ რეგიონის მოსახლეობისა, იქ მერე კატაკლიზმები, კატასტროფები იმატებს. მაგრამ ადამიანის ზნეობრივი მდგომარეობის მასშტაბები შემაწუნებელი იმიტომ კი არ არის მხოლოდ, რომ იგი სამყაროს წდება, არამედ სამყაროს მიღმა გადის და ღმერთსაც წდება. გესმით რა ხდება? ჩვენი არაუბრალოდ მთელი საზოგადოების, არამედ ერთი ადამიანის მდგომარეობაც კი. ღმერთი, რომელიც მოსიყვარულე მამაა, უვნებო არის, მაგრამ ჩვენ უყვარ ვართ და სიყვარული კიდევ ტკივილის გარეშე არ არის. რა თქმა უნდა, საღვთისმეტყველო თვალსაზრისით თუ ვიტყვით მშრალად, ღმერთს არაფერის ტკივა. ღმერთი უვნებოა, მაგრამ მას უყვარ ვართ. ამავე დროს სახარებაში წერია ესეთი რამე, რომ ისე შეიყვარა ღმერთმა ეს სამყარო, რომ ძეთ ვისი მხოლოდ ჩობილი მისცა ადამიანებს საჯიჯგნად, ჩვენ მოგვცა მოსაკლავად. და ესე შეიყვარაო, საკუთარი შვილი გაწირაო. გავწირე მე შვილი და მე მტკივა, მაგრამ ღმერთს არ ტკივა. მაგრამ თუ ღმერთს არ ტკივა და არ ტკივა საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, იმიტომ რომ ღმერთი უვნებოა, მაგრამ ფაქტია იოანე გვიწერს, რომ ისე შეიყვარაო ეს სოფელი, რომ ძე მხოლოდ ჩობილი მისცაო
სამყაროს ჩვენ ადამიანებს მოგცა მოსაკლავად საჯიჯგენად შეურაცხყოფისათვის. გარდა ამისა, შვილმა, ძე-ღმერთმა, ძემ ხოლო ჩობილმა ადამიანური ბუნება მიიღო და მას უკეს ტყიოდა. პიროვნულად ძე-ღმერთს ტყიოდა. მამა მისი მარადიული მშობელია. ყოვლადწმინდა სამების წიაღის შიდა ცხოვრებაში მუდამ მარადიული ბედნიერება არის. მაგრამ ამავე დროს იქ ტკივილი შევიდა, იმიტომ რომ ძე-ღმერთს უკეს ტყიოდა. გესმით, ეს არის საკითხები, რომელიც ჩვენი გონებისათვის, თვით ღვთისმეტყველებისათვის მიუწვდომელი არის. როცა სტეფანეს ქოლავდნენ პირველ მოწამეს, იესო ქრისტე ფეხზე მდგომარე იხილა და არა მჯდომარე, წამოუდგა ფეხზე. რატო წამოუდგა? ტყიოდა სტეფანეს ტკივილი და იმათი უზნეობა. ჯვარზე გაკრული უფალი ლოცულობს მკვლელებისათვის. და აი ამ შემაძრწუნებელი სიმდაბლისა და სიყვარულიდან გამომდინარე ავაზა კი მოექცევა. მას შემდეგ რაც უფალი აღდგა მკვლელთი და მისი ბუნება განიხრთო და დაждდა მარჯვენით მამისა, თუ დააკლდა მას სიყვარული და აღარ სტკივა და აღარ წუხს და აღარ ლოცულობს ჩვენთვის. და როდის, როცა ჩვენ უზნეოდ ვიქცევით, ხედავთ ჩვენს უზნეობას, რა შემაძრწუნებელი მასშტაბები გააჩნია. ამიტომ ძმებო და დებო, გაუფრთხილდეთ ჩვენს ცხოვრებას, ჩვენ ზნეობრივ ცხოვრებას, ჩვენი ქმედების მოტივაციებს. რა თქმა უნდა, რაც არ უნდა გაუფრთხილდეთ, ჩვენში უზნეობა ყოველთვის იარსებებს, იმიტომ რომ ცხოველური ბუნება გაგვაჩნია, მაგრამ პიროვნული არჩევანი არ დაგვავიწყდეს, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და იმ პიროვნულ არჩევანს შევწიროთ აბსოლუტურად ყველაფერი. მათ შორის საკუთარი სიცოცხლე, ღირს ამისათვის დამერწმუნდეთ, იმიტომ რომ ამ პიროვნული არჩევანის ერთგულებიდან გამომდინარე იქნება მერე ჩვენი მარადიული ხვედრი, ვიქნებით თუ არა ღმერთთან, თუ ღმერთის გარეშე დავრჩებით. და მე რაც გითხარით, ერთ-ერთი ჩვენთვის ცუდი მოტივაცია, როცა ადამიანი ყველაფრის საფუძვლად სიამოვნებას მიიჩნევს, ეს ჩვენი პრობლემა ყოველთვის არის. და ადამიანი ხანდახან ისე ცხოვრობს და ისე მოკვდება, რომ ეს პრობლემა მაშინ რჩება, რომ ყველაფრის მოტივაცია სიამოვნება აქვს. არც ერთ სფეროში არ შეიძლება ეს. ადამიანი ცხოველისაგან იმით განსხვავდება, რომ მისი მოტივაცია აღსრულებული საქმისა, მიზნისა იყოს სიკეთე და ღვთისსათნო საქმე და არა სიამოვნება. სიამოვნების შედეგი შეიძლება იყოს მხოლოდ ამის. აი მაგალითად, ადამიანი არ შეიძლება, გასაგებია რომ ჭამს სიამოვნებას, რო არ სიამოვნებს, ადამიანი საჭმელს ცოცხალი თავით არ შეჭამდა. აი მადა რო არ აქვს და არ სიამოვნებს, რომ ჭირდებოდეს ვერ ჭამს. მაგრამ ხომ არ შეიძლება შენ იკვებებოდე მხოლოდ სიამოვნებისათვის. და თუ შენი მოტივაცია საკვების მიღების ამ მხოლოდ სიამოვნება იქნება, ჩვენ ვიცით რომ იწყება გემოთ მოყარეობა და ადამიანი იწყებს უზომო ჭამას და რო არშია მაინც რო ჭამს და გემრიელს რო ჭამს და მერე ვარდება ამ უბედურებაში, რომელსაგანაც მერე მრავალი ცოდვა გამომდინარეობს. მათ შორის ყველა ნებისმიერი ხორცელი ცოდვა. ამიტომაც არის ჩვენ ვმარხულობთ, რომ აი ეს ავალაგბოთ ჩვენში. ანუ საკვები როგორც წყარო სიამოვნებისა, აი ეს დამოკიდებულება, ეს მოტივაცია რო აილაგოს. და ეს ეხება ხორციელი ჩვენი ფიზიოლოგიური არსებობის აბსოლუტურად ყველა სფეროს. მათ შორის იმ სფეროს, რომლის საშუალებითაც ჩვენ ოჯახებს ვქმნით. 99.99 მიასები ოჯახებისა იმიტომ არის უბედური, რომ მათი შექმნის მოტივაცია სიამოვნება იყო. უი მომეწონა და მოვეწონე. ის მინდა მე. იმასაც მე უნდივარ. დამთავრდა. და ამ დროს გვავიწყდება მთავარი. რომ ის რო შენ გინდა და ის რო შენ ქსიამოვნებს, ეს უნდა იყოს ნაყოფი, ნამდვილი ცოლქმრული ცხოვრების და არა ძირი. მოტივაცია უნდა იყოს სიკეთე, ამ შემთხვევაში სულების ერთობა, ღვთისსათნო საქმე, ღვთისაკენ სწრაფი სურვილი, მეგობრის ძიება ამ დიდ საქმეში, სულების ჰარმონია და სულების სიმფონია. ის რითაც უმრავლესობა იწყებს ცოლქმრობას, ის როგორც ხშირად ვიტყავს, გამამშვენებელი აკორდია მხოლოდ. თავარი სიმფონია არის. და როცა ადამიანები ესე არ ფიქრობენ, მერე თავზე ენგრევათ ყველაფერი. სავალალოა, როცა ეს მორწმუნეს ემართება. საერთოდ შეყვარებულობანა არსებობს და სიყვარული არსებობს. რაღაც ამ თემას შევეხებ. შეყვარებულობანა არის ის, როცა აი ადამიანის კანს ხედავ და კანის იქით ვეღარ იყურები და კანის ურთიერთობებია და მეტი არაფერი. ხოლო სიყვარული არის იქ, სადაც სულებს ერთმანეთი უყვარდებათ. სულებს. რას ნიშნავს სულებს ერთმანეთი უყვარდებათ? ეს ნიშნავს კანის მიღმა, ნუ ადამიანის სიღრმეში იყურები და შეიცნობ ამ ადამიანს. ჩვენ ვისწრაფით ხორციელი შეცნობისაკენ, მაგრამ სულიერი შეცნობა არ გვედარდება ხოლმე, თითქოს ეს მეორე ხარისხოვანია.
და ხანდახან ისე ვამბობთ ადამიანზე უარს, რომ სული შეცნობა არ გვინდა. ან პირიქით мотивация ეს არის გარეგანი და სხვა მეორე აღარ გვაინტერესებს. ადამიანის შეცნობა არის ძალიან რთული პროცესი. ეს ერთ-ერთ დღეში არ ხორციელდება. სასწაულით შეიძლება მოხდეს ორმა სულმა ერთმანეთი იცნოს, მაგრამ როგორც წესი ეს პრობლემა არის ხოლმე. ადამიანს რომ შეიცნობ, თქვა ღმერთმა მოგცა ამის საშუალება. საოცარ ამას დაინახავ. მაშინ დაინახავ ძალიან დიდ სიკეთეს, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ღვთის ხატია და განსაცვიფრებელია და ის სიკეთე შეგიყვარდება. იმასაც შენში ეს უნდა შეუყვარდეს. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. თუ სიყვარულია, მაშინ უარყოფითი მხარეებიც უნდა დაინახო და ისინიც უნდა გიყვარდეს. არა თავისთავად განცალკევებული ამ ადამიანისაგან, არამედ როგორც ამ ადამიანის შემადგენელი ნაწილი. ისიც ესე უნდა იქცეოდეს. ანუ მთლიანი ადამიანი უნდა შეიყვარო. ვიღაცა გააპროტესტებს, ესე იგი რა გამოდის, გაცო? ესე გამოდის, რომ ცხოვრების მეგობარი უნდა ინტელექტით შევარჩიო და ჩაუკვირდე და მედიტაციები ვაწარმოო და ვიფიქრო. ინტელექტმა რატომ შეგვაშინა? განა შეიძლება სიყვარული არსებობდეს როგორც რაღაც ნაწილი ადამიანური თვისებებისა და ბუნებისა. ეგ შეყვარებულობანა არის და სიყვარული სადაც არის, იქ მუშაობს გულის, ინტელექტით, სულით, კანის, ყველაფერი, კარგიცა და ცუდით ჩემში არსებული, ბადლიცა და ცოდვაც, სიკეთესა და მანკიერებაც ყველაფერი ჩემში არსებული უნდა მონაწილეობდეს. რომ რატომ ყველაფერი? იმიტომ რომ ორი მთლიანი ადამიანი უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს და ერთმანეთზე იზრუნონ. და სიყვარული ნიშნავს იმას, რომ სიკეთე რაც არის, კიდევ უფრო უმჯობესი გახდეს, ხოლო რაც მანკიერება დაიძლიოს, ეს არის აუცილებელი. და აქ მონაწილეობს მთელი ადამიანური არსება და არა რაღაც ნაწილი, მსუბუქი გრძნობა სიყვარულობანას თამაშისა, რომელიც სულ მოკლე ხანში ერთ-ორ კვირაში დამანგრეველი აღმოჩნდება ხოლმე პიროვნებებისათვის და მერე მთელი ცხოვრება ანიტანჯებიან, ან ოჯახს ანგრევებს და ასე შემდეგ. ეს ამ ცოლქმრობის სფეროს და ყველაფერში ესეა და რელიგიურ ცხოვრებაში ესეა. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთთან ერთიანობა სიხარულის მომნიჭებელია, ბედნიერების მომნიჭებელია, მაგრამ ხშირად გაგვიფრთხილებია თქვენი თავი არ გაბედოთ და ლოცვის დროს არ ეძებოთ სიხარული, არ ეძებოთ ბედნიერება, არ ეძებოთ რაღაც თვალის წამტაცის ანახაობები, ეს ყველაფერი დამანგრეველი და დამღუპელი აღმოჩნდება. და რელიგიურ ცხოვრებაში არ იყოთ რაღაც მხოლოდ ინტელექტუალური ტკბობით მოსურნელი, არამედ ცოცხალი ღმერთი ეძებეთ, მის დამი ერთგულება აღზარდეთ თქვენში. და ეს ყოველივე სიამოვნებაცა, სიხარულიცა და სიბრძნის მიერ იწვდომას ყველაფერი მოგეცემათ ღვთის მიერ, როცა ის ჩათვლის საჭიროთ, რომ ეს ყოველივე თქვენთვის საშიში აღარ არის. ასე უნდა ვიცხოვროთ. ხო არ დაგამძიმეთ. მაგრამ 2000 წლის წინ თქვა უფალმა, როგორც მე წაღან გითხარით, რომ ვისაც უნდა შემოდგომათ ჩემდა, ანუ ვისაც უნდა რომ მე გამომყვეს, უარყოსო თავი თვისი, აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე. და ყოველ ადამიანს, ვინც არის თვითმძიმე, მაშვრალი, უფალი განსვენებას პირდება. აქაცა და სასუფეველშიც. ჩვენ ქრისტიანები ვართ. ჩვენი სავიზიტო ბარათი სიხარულია, სიკეთეა, იმედი და სიყვარულია. ოღონდ ეს ყველაფერი საღვთო თვისებები ჩვენში უნდა შიგნით ისე ძლიერად იყოს, ვეღარ ვიტევდეთ და ანათებდეს მთელ ჩვენს გარშემო მყოფ სამყაროს. ამისათვის საჭიროა სწორი რელიგიური ცხოვრება, სწორი ადამიანობაა საჭირო. თუ ჩვენ აი ამგვარი მიდგომა, ამგვარი ხედვა არ გექნება, ჩვენ ვერაფერს ვერ გავიგებთ. რატო უნდა ვცეთ თაყვანი, რატო უნდა მოწიწებით მოვეპყრათ სიკვდილის, ტანჯვის, შეურაცხყოფის იარაღს. უნდა ვიაზრონოთ სხვანაირად და არა ისე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ურწმუნო ადამიანი აზრონებს. ღმერთმა მოგცეს